მოგესალმებით, ძალიან საინტერესო ავტომობილი უნდა განახოთ დღეს. ეს არის პატარა Honda. ეხლა კაცში არ ვიცი როგორ ჩანს. მაგრამ რეალურად იმაზე უფრო პატარაა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მე არ ვიცი რამდენ ადამიანს ყავს ეს ავტომობილი საქართველოში ნანახი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის, სულ 4 ცალი არის ჩვენს ქვეყანაში და ერთ-ერთი დღეს ყავს ჩვენ, ასე ვთქვათ, ტესტ დრაივზე, მიმოხილვაზე. რატომ მიყვარს Honda მე? და რატომ უყვარს Honda ადამიანებს ესე ძალიან. ზოგადად იმასაც ვიტყვი, რომ BMG ავტო რო არსებობს და ეს გადაცემაც რო არსებობს, ალბათ ნაწილობრივ Honda-ს დამსახურებაც არის, იმიტომ რომ როდესაც მე და ნიკამ ერთმანეთი გავიცანით, ორივეს Honda გვყავდა, ორივე Honda-თი მოძრაობდით. მართლა მაგარი დრო იყო, როდესაც იაპონიის ბაზარი ღია იყო და იაპონიიდან ესეთი ტიპის ავტომობილები შემოდიოდა საქართველოში და საერთოდ სხვანაირად იყო მაშინ ყველაფერი. არ იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ემოციები და შეგრძნებები მიგეღო, რაღაც 1000 ცხენი გქონოდა, 500 ცხენი გქონოდა, 600 ცხენი გქონოდა, პატარა ძრავიანი ავტომობილებით და 115 და 120 ცხენითაც ძალიან მაგრად ვერთობოდით. აი ზუსტად ეს არის ნათელი მაგალითი იმისი, თუ როგორ შეგიძლია გაერთო ძალიან დაბალ კუბატურიანი და ძალიან დაბალი ცხენის ძალების მქონე ავტომობილით. ამ ავტომობილის ისტორია იწყება S600-დან. S600-ის შემდეგ იყო Honda Beat, რომელიც ძალიან უყვარს ნიკა შელიას და იძახის რომ უნდა ვიყიდო და მე არ ვიცი როგორ ჩაეტევა, მაგრამ ზომებმა არ მოგატყუოთ, საკმაოდ მაღალი ადამიანები და ესეთი შეკრული ადამიანებიც ძალიან კარგად ჯდებიან ამ ავტომობილში, მინდა გითხრათ და შემდეგ უკვე Beat-ის მერე არის S660. ამ ავტომობილზე გეტყვით ერთ ძალიან მაგარ ფაქტს. 22 წლის იყო ამ ავტომობილის ინჟინერი და წარმოიდგინეთ, რა ფანტაზიები უნდა კონდეს 22 წლის ბიჭს, რომელიც აპროექტებს ავტომობილს. მე მგონი რა ფანტაზიაც ქონდა, ყველაფერი ჩადო ამ ავტომობილში. ანუ წარმოიდგინეთ იაპონელი 22 წლის ბიჭი, რომელმაც დააპროექტა ეს ავტომობილი და მოდი ახლა მარტივი შედარება გავაკეთოთ ამ ავტომობილის ინჟინერი, რომ ქართველი ყოფილიყო. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ იქნებოდა ეს ავტომობილი? იქნებოდა ალბათ ძალიან მჭატე. იქნებოდა ალბათ 1500 ცხენი. იქნებოდა ალბათ stage 55 ან 78, არ ვიცი. და იქნებოდა ძალიან უმართავი და არ ვიცი, აი ელიაოზე რო რაღაცეები იყიდება ხოლმე და ყველაფერს რო ესე მიაყრიან ხოლმე, აი ეგრე იქნებოდა დაახლოებით აწყობილი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ავტომობილი, არ აქვს რა ბევრი ცხენი, მაგრამ არის საოცრად მაგარი სამართავი. ამ ავტომობილის შეძენა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. იმიტომ რომ იმდენად პატარა არის და იმდენად არაპრაქტიკულია, რომ საერთოდ ვერაფერში ვერ გამოიყენებთ. ერთადერთი რაშიც შეგიძლიათ რომ ეს ავტომობილი გამოიყენოთ არის ის, რომ თქვენ და თქვენი მეგობარი ჩაჯდეთ, უბრალოდ წახვიდეთ ქალაქგარეთ სერპანტინებზე და ძალიან დიდი სიამოვნება მიიღოთ. ამ ავტომობილით ვერ გააკვირვებთ ვერავის, რომ ბევრი ცხენი აქვს, ესეთია, ისეთია. მაგრამ დარწმუნებული იყავით იმაში, რომ როდესაც ამ ავტომობილით ქალაქში გამოხვალთ, დიდი, პატარა, რა ვიცი, მოხუცი, ყველას ყურადღებას იპყრობს, ყველა გეკითხებათ, რა ავტომობილი არის, რამდენი აქვს ძრავის მოცულობა და აი ყველას აინტერესებს რა არის. ანუ ყურადღებას იპყრობს. ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს ბავშვებში. ტექნიკურადაც მიმოვიხილოთ ეს ავტომობილი, არის mid-engine, ანუ ძრავი აქვს აი აქ და შესაბამისად ძალიან კარგად იმართება და იმართება ისე როგორც კარტინგი. აი კარტინგზე ოდნავ დიდი კარტინგი არის, შეიძლება ითქვას. ძრავის მოცულობა არის 0.660 კუბური სანტიმეტრი. აყენია ძალიან პატარა ტურბინა, რომელიც ამ 660 კუბურ სანტიმეტრს ხდის უფრო სასიამოვნო სამართავს. და ყველაზე მთავარი არის, რა თქმა უნდა, უკანა წამყვანი, იმიტომ რომ mid-engine არის და mid-engine წინა წამყვანი ფიზიკურად ვერ იქნება. რატომ მიყვარს Honda? Honda მიყვარს თავისი გენიალური ინჟინერების გამო. და ზუსტად ამ ავტომობილშიც ყველაფერი არის ისე გაკეთებული, აი მარტივად. ყველაფერი არის მარტივი და თან მუშაობს ძალიან მაგრად. ტიუნინგის კუთხით ამ ავტომობილზე რაც აყენია, არის ეგრეთ წოდებული რასპორკა, იმისთვის რომ ავტომობილი მოსახვევებში უფრო სტაბილური იყოს. და მეტი აქ მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ხედავ. თავიდან ბოლომდე არის ქარხნული და K&N-ის ფილტრი აყენია რა თქმა უნდა, აყენია კარგი ალების სანთლები და ყველაფერი ის,
რაც ავტომობილის მოვლა სჭირდება. ანუ ყველაფერი თავის დროზე ეცვლება ამ ავტომობილს, კარგ ხელშია, შეიძლება ასე ვთქვათ და დადის კარგად და გამოიმუშავებს იმ ცხენის ძალებს, რაც უნდა კონდეს. გამშვების სისტემა რა თქმა უნდა ქარხნული არის, უბრალოდ ბოლოში აყენია ნასატკა ეგრეთ წოდებული, მაყუჩის დაბოლოება და ყველაზე მთავარი. აი ეს შუშა. და აბა გამოიცანეთ რისთვის, რატომ უნდა იწეოდეს აი ეს შუშა. იმიტომ რომ ძრავიდან წამოსული ხმა გაიგოთ და ძრავის ხმით ისიამოვნოთ. და დამერწმუნეთ რომ ამ პატარა ძრავს ისეთ სასიამოვნო ხმა აქვს, რომ აი მართლა გაკვირვებული დავრჩი პირველად რო ვატარე. საბარგულშიც ვნახოთ რა ხდება. ვაკს იდეაში საბარგული არ არის. ცოტა გაკვირვებული ვარ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აი ამას ონდაზე არ მოველოდი. საბარგული ფაქტიურად არ გვაქვს და აი აქ არის პატარა სათავსო, რასაც იდეაში საბარგულს ეძახიან და ამ რასპორტიდან გამომდინარე ცოტა რთული გასაღები არის. ნუ აი ძალიან პატარა ადგილია. აქ ამ სათავსოში ბევრს ვერაფერს ვერ ჩავაწყობთ. 32 ლიტრი არის ამ საბარგულის მოცულობა და აქ აწერია რომ მაქსიმუმ 10 კილოგრამის ჩადება არის შესაძლებელი, რომ ავტომობილის წონის გადანაწილება არ დაარღვიო. მოკლედ, არ ვიცი მე აქ რა შეიძლება რომ ჩავდოთ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვერ ჩავდებთ, იმიტომ რომ ძალიან პატარა. მოკლედ, არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ეს ავტომობილი არის სტარგა, აი ეს საბარგული რო უწოდე, ცოტა ხნის წინ, აი ეს იკეცება და მან დიდება. ანუ შესაბამისად, თუ ამ ავტომობილს მოხსნით ჭერს და გადავწყვეტთ, რომ ჭერის გარეშე უნდა ვიმოძრაოთ, იმ საბარგულში ადგილი საერთოდ აღარ დაგვრჩება. ეხლა ძალიან მინდა, რომ ამ ავტომობილით გავიარო და ემოციებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს ავტომობილი არის ძალიან ბევრი კარგი ემოციების მომტანი ავტომობილი. მე მგონი გესმით როგორ ხლას გამოსცეს. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ზომებიდან გამომდინარე, არის ძალიან მაგარი. აი ზიხარ ისე როგორც ნამდვილ ბოლიდში. იმდენად კომფორტულად ვზივარ, ეხლა რომ აი გაკვირვებულიც კი ვიყავი, რომ ესეთ პატარა ავტომობილში როგორ ჩავეტიეთ ხო. საჭე არის პატარა და ძალიან კარგად ჩდება ხელში და აი ყველაფერზე ძალიან სხარტი რეაქცია აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ მოკლე რულის ღერძი აქვს, ეგრეთ წოდებული რულავოი და ყველაფერზე ძალიან მკაფიო რეაგირება აქვს. აი საჭის პატარა გამოძრავებაზეც კი ეგრევე ავტომობილი გეუბნება. აი რა გავაკეთო, რა ვქნა. ციფრებით, როდესაც იგებ ადამიანი, რომ აი ამ ავტომობილს 64 ცხენის ზალა აქვს, 3 ცილინდრიანია, აი გეუფლება იმის შეგრძნება, რომ აკლია რაღაცეები, მაგრამ როდესაც საჭესთან ჯდები, ეს შეგრძნებები ქრება საერთოდ. უბრალოდ გინდა რომ აქსელერაციის პედალს შეეხო და ისიამო. ხონდა როგორც ვიცით, სულ ყველამ ცნობილი არის თავისი დაკიდების სისტემით, თავისი ინჟინრული გენიოსობებით, რაც ძალიან მაგრად მუშაობს, რაც ძალიან მაგრად უხვევს. ანუ წარმოიდგინეთ, აი თუნდაც Honda Civic-ი ავიღოთ, ტიპებმა აი ჩვეულებრივ ჰეჯბექში, სამოქალაქო ავტომობილებში გამოიყენეს double wishbone. შევადაროთ Golf-ს მაგალითად. Golf-ში McPherson-ი არის და როგორც იცით, Golf-ი ვერ უხვევს და არ გამოდის ისეთი ტრეკის ავტომობილი. Honda-ს ყოველთვის გამოსდიოდა და ყველა Honda ყოველთვის იყო ხოლმე და დღესაც არის სასიამოვნო სამართავი. ხშირ შემთხვევაში ვამბობ ხოლმე, რომ აი Honda გაფუჭდა, აი Honda აღარ უშვებს ისეთ ავტომობილებს, როგორცაც ადრე უშვებდა, ზომებში გაიბერა, გაიზარდა, მაგრამ ეს ავტომობილი არის აი 90-იანებში რომ Honda ავტომობილებს ქმნიდა, აი ზუსტად იმის ანალოგი. ოღონდ თანამედროვე და ყველაზე მეტად ის მომწონს ამ პატარა Honda-ში, რომ აი ეს ემოციები და აი როგორ თქვა, ცოტა ჟარგონულად ვიტყვი, Honda-ის მუღამი
თანამედროვეობამ არ შეიწირა და ისევ ისეთი სასიამოვნოა და ისევ ისეთი კარგი არის, როგორც 90-იანების Honda. ისიც ფაქტია, რომ 64 ცხენის ძალა ესეთი სასიამოვნო სხვაგან არც ერთ ავტომობილში არ მოგეჩვენა. მე მგონი გესმით როგორ ხვას გამოსცემს. ანუ ძალიან სასიამოვნოა, მართლა ძალიან სასიამოვნოა. დავაბრუნოთ ეს აქ. აი რატომ მიყვარს Honda. ამიტომ მიყვარს ზუსტად Honda. და ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება ხოლმე, რომ აი რატო გადაყევი ამ Honda-ს და აი ამ იაპონურ ავტომობილებს და რატო ხო შეიძლება რომ რაღაცა სხვა ავტომობილი იყიდო და რაღაცა სხვა ავტომობილით გაერთო. რაღაცნაირი ხასიათი აქვს რა, აი ისეთი ხასიათი აქვს, რომ უნდა გყავდეს ნატარები ცოტა ისეთი Honda, ხა არ გულისხმობ Honda Fit-ს და რაღაც ეუკუზაოს ან ეპეკუზაოს ტაიპერი ძალიან მაგარი არის, მინდა გითხრათ, მაგრამ ჩვეულებრივ ქალაქის ვერსია Honda-ს არ გულისხმობ. რაღაცა ისეთი სპორტული ხასიათის მქონე Honda უნდა გყავდეთ ნატარები და უნდა გყავდეთ ეს ავტომობილი ნატარები ან ტრეკზე, ან სერპანტინებზე. რომ ამ ავტომობილის მთელი ფილოსოფია და აზრი გაიგოთ. თუ არ გყავს ნატარები, ვერ მიხვდებით ვერასდროს უბრალოდ და ყოველთვის თქვენში Honda გამოიწვევს იმის ასოციაციას, რომ ვიღაცა თინეიჯერი 23-24 წლის ბიჭი წავიდა ელიავაზე, იყიდა რაღაცა სპორტული მაყუჩი და აყენა და მთელი ღამის განმავლობაში თქვენს უბანში ბურღავს twins და არ გაძინებთ არც თქვენ და არც თქვენ სამეზობლოს. ეს სახელიც აქვს Honda-ს, მინდა გითხრათ, შერქმეული, რაც ძალიან ცუდი არის. იდეაში Honda ბევრად უფრო მაგარი ავტომობილია, ვიდრე საქართველოში მას იცნობენ. What you waiting for? I'm gonna take it off. Don't waste my time no more. Make way, gonna move my body. Make way, gonna move my body.